მტაცებ საჩუქრები შანელის მომხმარებლებს საქართველოში შანელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კომპანია ისიპარიმ შანელის საღამო მოაწყო. ცნობილმა პარფიუმერულმა ქსელმა შანელის საღამოზე ყველა მისი ერთგული მომხმარებელი დაპატიჟა და წინა წლების მსგავსად საჩუქრები გადასცა. წელს შანელის საღამოს ამავე ბრენდის ახალი სუნამო შანელ ნომერ 19 ბალდერის პრეზენტაციაც დაემთხვა, რის გამოც ყველაფერი 19 რიცხვთან ასოცირდებოდა. გამოვლინდა 19 იღბლიანი გამარჯვებული, რომლებმაც კომპანია ისიპარისგან სხვადასხვა სახის საჩუქრები მიიღო. შანელის მაკიაჟი კი მხოლოდ ეკა კახიანს ერგო. კომპანიები გახავთ შანელის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ შანელის ედოფისთან შეთანხმებით ვაკეთებთ ყოველწლიურად შანელის ერთგული მომხმარებლებისთვის საღამოს. დღევანდელი წელიც იყო გამორჩეული. დღევანდელ საღამოს ერქვა შანელის მომხმარებლის დღე და სილამაზის სკოლა ერთდროულად. ეს არის შანელის ედოფისიდან მოთხოვნა, რომ მხოლოდ ერთ პერსონას უნდა გაუკეთდეს მაკიაჟი. მე იმიტომ ამირჩიე ეს რაღაცა გახშირი მაქვს მარლენ დიტრიხთან, იმიტომ რომ ეს მაკიაჟი ისეთი კლასიკური კოკო შანელმა, როდესაც თქვა წითელი პომადა შემოიტანა თქვა მოდაში. ხმარობდა ძალიან აქტიურად მარლენ დიტრიხი. და ეს დაახლოებით ისეთი კლასიკური მაკიაჟი, რასაც მე ვხმარობდი სპექტაკლში, როდესაც თამაშობდი მარლენ დიტრიხს.